თბილისის მერი დღეს ლილოს მოსახლეობა შეხვდა. გიგი უგულავა ადგილობრივების პრობლემებს პირადად გაეცნო. ლილოს მაცხოვრებლები მერიას კორპუსებში კომუნიკაციების პრობლემის მომღერებასა და სოციალური პროგრამების გადაჭრას თხოვენ. თბილისის მერი ამბობს, რომ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრა მას პრობლემების საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას აძლევს და შეხვედრები თბილისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებთან გაგრძელდება. თბილისის მერის ინიციატივით თბილისის მასშტაბით 30 მუნიციპალიტეტი შეიქმნა, სადაც 10,000-ობით ადამიანი საინტერესო თემაზე ინფორმაციას ყოველდღურად იღებს. პარტივი ვესაუბრო თბილისელებს იმ ძირითად პრობლემებზე, რა პრობლემებით სამართლებრივობაში ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს პრობლემების ჩამონათვალი სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები გვარდება, მაინც ბევრია. აქ ლილოს დასახლებაში, სადაც მუნიციპალურად შემოდის ახლად შემოერთებული სოფლები, არის კომუნალური საკითხები, როგორც არის წყლით უზრუნველყოფა, გამრიცხველიანება, ინდივიდუალური მრიცხველები ჯერ არ არის და ეხლა გაისიდან იწყება დამონტაჟება, არის გზების, დრენაჟის მოწყობა, კორპუსის გამაგრება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება პირდაპირ, ასე ვთქვათ, დააყენოს საკითხი და შესაბამისად პირდაპირ მოითხოვოს კონკრეტულ შემთხვევაში ჩემგან, თბილისის მერისგან, გამგებლებისგან და ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატებისგან იმ საკითხების მოგვარება, რომელსაც ჩვენ დავპირდით წინასაარჩევნოდ და რომელიც გეგმაზე მეერად აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული. განიხილება სწორედ ის პრობლემები, რომელი პრობლემების აწუხებს მოსახლეობას, ეს არის ინფრასტრუქტურული, სოციალური და დასაქმების პრობლემები ძირითადად, სწორედ აი ამ პრობლემების გადაწყვეტის სქემებს ვადგენთ. ჩვენი მოთხოვნა და თხოვნა იყო ბატონ მერთან, რომ სპორტ კომპლექსი, რომელიც დაიწყო, დღესაც არ არის დამთავრებული და ვთხოვეთ ამ შემთხვევაში, რომ დახმარებოდა და მიეყვანა სპორტული კომპლექსი ბოლომდე აშენებულიყო. ეს არის მთელი საზოგადოების, მთელი ხალხის თხოვნა. რაზედაც მე იმედი მაქვს, რომ ბატონი მერი ყველაფერს გააკეთებს.